გურიერი პირდაპირ ეთერში სპეციალური გამოშვებით ბრუნდება თბილისის ცენტრში მიმდინარე მსვლელობა დაპირისპირებაში გადაიზარდა. სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერი აქციის მოწინააღმდეგეებმა გაარღვიეს პოლიციელების კორდონი, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან იყო მოწყობილი და თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ, სადაც LGBT პირების მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. თქვენ ახლა ხედავთ კადრებს თუ რა ხდებოდა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე. სალომე ჩემთან მოდი რა. იმიტომ რომ ის არის საფრთხე. გამომიშლები. არსებული ინფორმაციით პოლიციამ მოახერხა სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერი აქციის მონაწილეები ჩაესვა ყვითელ ავტობუსებში, რომელსაც თქვენ კადრში ხედავთ და გადაეყვანა უსაფრთხო ადგილას, თუმცა აგრეთვე ჩვენი ინფორმაციით აქციის მოწინააღმდეგეები გაედევნენ მათ და უკვე თავისუფლების მოედნიდან გადავიდნენ ლესელიძის ქუჩაზეც. Paralelურად მე აქვე გეტყვით, რომ საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსთაველის გამზირზე მომხდარი ჭყლეტვის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინტერპრეს ნიუსი ავრცელებს ამ ინფორმაციას და მას ეს ცნობა სამართალდამცველებმა მიაწოდეს. დაშავების პირველადი სამედიცინო დახმარება გამოძახილულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უკვე აღმოუჩინა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მათი ინფორმაციით ამ დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი კორდონი გაარღვიეს სასულიერო პირებმა, მათი მრევლის წარმომადგენლებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დღევანდელი აქციის გამართვას და ისინი დაედევნენ საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით აქციის მონაწილეებს. ჩვენ ახლა მარიამ გაფრინდაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან, რომელიც უშუალოდ აკვირდებოდა იქ განვითარებულ მოვლენებს. მარიამ, როგორ განვითარდა მოვლენები ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე? გიორგი, პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ LGBT პირებმა ვერ შეძლეს დაგეგმილი აქციის ჩატარება. ისინი იყვნენ შეკრებილები პუშკინის ბაღში და სწორედ აქ გეგმავდნენ აქციის ჩატარებას, თუმცა ამის შესახებ, როდესაც გაიგეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, მათ გადმოინაცვლეს პუშკინის სკვერისკენ, ისე რომ პოლიციის მიერ გაკეთებული 4 კორდონი გაარღვიეს და ამის შემდეგ ისინი მოვიდნენ პუშკინის სკვერთან. ამის შემდეგ პოლიციამ LGBT პირები ყვითელ ავტობუსებში ჩასვა და მათ დატოვეს ასე ტერიტორია. როგორც უკვე იცით, აქ დილიდან იყვნენ შეკრებილები, სასულიერო პირები, უფლებადამცველები და ასევე მათი თანამოაზრეები და სწორედ ისინი მართავდნენ საპირისპირო აქციას. როგორც უკვე გითხარით, LGBT პირებმა აქციის ჩატარება ვერ შეძლეს. ამ წუთებში აქ ვლავრჩებიან აქციის მონაწილეები. დილიდან იყო მობილიზებული ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, საპატრულო ეკიპაჟები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები და სწორედ ისინი ზრუნავდნენ აქციის მონაწილეების უსაფრთხოებაზე, თუმცა აქციის მონაწილეებმა, როგორც უკვე გითხარით, კორდონი გაარღვიეს და სწორედ თავისუფლების მოედანზე მოვიდნენ. მოდის დიდი ხანია ხო ეს სოდო არსებობს. ამით აიღუპა ქალაქები და ჩვენ არავის არც სიტყვით დაუპირისპირდით, სიტყვით როგორ ხელი არავის შეგიხია და არაფერი. უბრალოდ ჩვენ არ უნდა შევუწყოთ ამ ცოდვის გავრცელებას ხელი. ამ საზიზღვრობის აუტანელობა უკვე აღარ შეიძლება რა. აღარ შეიძლება საზიზღვრობის ატანა და დაცვა ვიღაცეების.
ძალიან კარგად იცი რა საზის ღლობის კიდე რა. გუშინ სამსამი ბიჭი მოკლეს. ჩამოასვენეს ნასილკაცი, კუბოებით სახში მიუყვანეს თავისუფლებს და აქ გეები პარას და პრაზნიკებს იწყობენ. შეიძლება ესეთი რაღაცა გენაცვალე? როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? აქ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში გადაშენების სტადიაზე გაუშვან ავღანეთში. მოკლან ჩახოცონ იქა. რატო არიან, რატო დადიან ქუჩაში? ეს გეებია თუ სიკვდილები არიან? ეს იყო კომენტარები, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვნახოთ თუ რა ხდება რუსთაველის გამზირზე.